მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამარ კვარაცხელია ვარ. აქციის მონაწილეებს ახალ შეზღუდვებს უწესებენ ამასთან დაკავშირებით ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შედის. კანონის ძველი რედაქციით აკრძალული იყო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სახელმწიფო სტრუქტურების შენობებთან, რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, პორტებთან, საავადმყოფოებთან და დიპლომატიური დაწესებულებების შენობებთან, ასევე დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შენობების შესასვლელის 20 მეტრის რადიუსში. პარლამენტში შემუშავებული კანონპროექტის აღნიშნული ნორმა ერთი თვისწინ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა და შესაბამისად გააუქმა. თუმცა გუშინ კანონპროექტი პარლამენტში კიდევ ერთხელ იქნა ინიცირებული. დადგინდა, რომ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება მთელ რიგ შენობებთან და მათი შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. ამას გარდა აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში, მათი შესასვლელიდან 100 მეტრის რადიუსში. კანონის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლებაც ეძლევა. კანონის უკვე მოქმედი რედაქციით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ასევე ეკრძალებათ იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილად-აალებადი ცრელმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლური სასმელები. კანონპროექტით კი ამ ჩამონათვალს ემატება ნებისმიერი ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების და მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე აკრძალული იქნება ცივი იარაღის ქონაც. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან. შეგახსენებთ გამოკითხვის მეორე ნაწილში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ზაქარია ქუცნაშვილი ისაუბრებს, მანამდე საინტერესოა რას ფიქრობთ თქვენ. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? აქციების თავიდან ასარიდებლად ზალადობის პრევენციისთვის თუ მანიფესტანტების დასაცავად დარეკე ტელეფონის ნომერზე 2379994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი გიარის ჩვენი ინტერნეტ მისამართი დღეისთვის პირველი მაყურებელი ხაზია. გამარჯობა გისმენთ. მოგესალმებით. იმიტომ გაამკაცრა, რომ როდის იყო ახლა ჩვენი მთავრობა ხალხს იცავდა, გეხვეწებით არ გამაცინოთ რა. ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ხალხ დღეს ვეღარ გამოიყვანს. ერთადერთი გამოყავს ხალხის სახალხო კრებას თუ არ და ჩანს კიდევაც თქვენი სახალხო კრებას ებრძვიან, თორე 20 კაცს ვერც ერთი პარტია ვერ გამოიყვანს. მადლობ ზარისთვის 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა. საინტერესოა რამ გამოიწვია ეს გამკაცრება, მათ ხომ არ ეშინიათ თავად როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია? შიშმა. შიშმა მეტმა არაფერმა. აქციების გამართვის შიშმა. აქციები რო არ გამეორდეს იმიტომ. მადლობ ზარისთვის 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი. გამარჯობა გისმენთ. დიახ გისმენთ. დიახ გისმენთ. Აბაინტერესებს იცი? დიახ. სულთან დაწოლას ხო რა გვიგზავნონ ხამეს? რაც შეეხება მადლობ ზარისთვის, ამ შემთხვევაში თქვენს პასუხს ვერ მოვნიშნავ. 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? აქციების თავიდან ასარიდებლად ზალადობის პრევენციისთვის თუ მანიფესტანტების დასაცავად დარეკეთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვით საკუთარი მოსაზრება. შემდეგი მაყურებელია ხაზზე. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა თამარი. გამარჯობა. რა და შიში ეშინიათ, მაგრამ მაგ დამპლებს ვერ უშველის ეგ შიში, ვერა. მაინც გამოვა ხალხი და მაინც მოაშორებენ მაგათ აქედან ამ ქვეყნიდან მოაშორებენ ასე თუ ისე რაღაცა მოხდება მაინც. რა, მაგით ვერაფერს ვეღარ მიაღწევენ, რომ ესე იგი 20 მეტრი და 10 მეტრი და ისა. გამოვა ხალხი, გამოვა მე მგონი და რაღაცა ეშველება ამ ქვეყანას. მადლობ ზარისთვის. აქტიურად ინტერნეტის საშუალებით გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ინტერნეტ მისამართი 2379994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე. გამარჯობა გისმენთ. საგამოშროებისათვის. გამარჯობა. რა თქმა უნდა ეს მთავრობამ შიშით გააკეთა. მას ძალიან ისინია ხალხისა.
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ რვიანს, რაც დათესეს ის მოიმკეს. ეხლა დასხდეთ ამ უზნეო ხელისუფლებას ელაპარაკობ კაბინეტებში და თუ რამეს დათმობენ და იმასაც ვნახავთ. მადლობ ზარისთვის, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. დაახლოებით 92% მიიჩნევს, რომ აქციების თავიდან ასარიდებლად იქნა ეს კანონი, მზადდება კანონი. 3% მიიჩნევს, რომ ძალადობის პრევენციისთვის, 2% მანიფესტანტების დასაცავად, რაც შეეხება სხვა ვერსიას, 1% აფიქსირებს ამ პოზიციას და არეკე ტელეფონის ნომერზე 231794 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ. ამ თავრობას ეშინია მიტინგების. უბრალოდ მე მაინტერესებს სად არის ეს ელჩები, ეს ევროკავშირის დამკვირვებლები და ისინი. ამ ქვეყანაში რო პირდაპირ დიქტატურაა და ნეობოლშევიზმი არის დაფუძნებული უკვე, ამას ვეღარ ხედავენ და ამ პალიკო კუბლაშვილის თავხედობას, ზნედაცემულობას ხო საზღვარი არ აქვს. ამ გათახსირებულმა კაცმა ისეთი კანონების შემუშავება დაიწყო, რომ სოფლიოში არის პრეცედენტი, ასეთი სასწაული ქვეყანა არცად არ არის რაც ჩვენ ვართ რა. მადლობ ზარისთვის, მე ყველა მაყურებელს ვთხოვ, ვიყოთ კორექტულები. 231794 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ უკვე რვიანისა ესენიათ, რომ გაერთიანდებიან სულ ყველანი და აქციები რომ არ ჩატარდეს, იმიტომ გააკეთეს ეს კანონი. იმიტომ შემოიღეს. მადლობ ზარისთვის. 231794 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, როგორ ფიქრობთ? გამარჯობა გისმენთ. გისმენთ. გამარჯობა. დიახ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რა ბარბაროსული ხელისუფლება ყავს და რა ანტიკონსტიტუციურ კანონებს იღებენ. დიახ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იმოქმედა 26 მაისის მოვლენებმა ამ შემთხვევაში? კი, როგორ არ მოხდა, რა საკვირველია. და რატომ არ მიიღო ხელისუფლება? დიახ. ასევე შიშით რომ რვიანი გაერთიანდება და რა მოხდება მერე გაცმარეს. მადლობ ზარისთვის. 231794 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გისმენთ. საღამოშტობისად ქალბატონო თამა. გამარჯობა. ვეთანხმები 92% იმისთვის რომ ეშინიათ. ანუ ის რომ ეთყობა ამერიკიდან რაღაცა ზარი შემოვიდა კიდე და წყალი აქვს შემდგარი ეთყობა და ამ რვიანისაც რა ვიცი კულუარებში მიდის ეგეთ საუბარი რომ მithom რვიანის გაერთიანდება რვიანი ხალხს გამოიყვანს ბურჯანაძე და ამ შემდეგ და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ნამდვილად არ ვარ კაცობას ვიცავარ ბურჯანაძეს მხარდამჭერი არ ვიყავი და არც ვიქნები მაგრამ რა დონეზე დააჩოქა აი მაგ ერთმა ქალმა რომელიც ქუჩიდან ებრძვის დააჩოქა და ბოდიში და აი ჩასრული ბავშვებივით ჩახადა. აი იმიტომ აკეთებენ მაგას, რომ სახალხო კრებამ აღარ გამოიყვანოს ხალხი და იქიდან ხო უთხრეს რომ გამოიძიეთ ესაო და ამან რომ ხალხი გამოიყვანოს, კიდე ჩავხოცავენ, კიდე დაგვარბევენ და მერე უკვე სერიოზულად მოთხოვენ პასუხს და იმიტომ რომ აქციები აღარ გაიმართოს. ანუ მაგათ გზამოჭრილი აქვს ყოველ მხრივ, მაგრამ მე მაინც გუშინდელს გავიმეორებ, მე ბენო ეჯიბაშვილი ვარ. აი ეს არაღი დაგვირიგონ, ვინც რადიკალები ვარ და მოსაკვდონი მოკვდეს, კაუში მოკვდე, ოღონდ ჩემს მომავალს კონდეს ნათელი მომავალი. ვიცოდე რომ საქართველოს სტოვებ ისეთ ხელში, რომ ჩემი შვილები გაიზრდებიან ღირსეულ საქართველოში და ის არ იქნება როგორც დღეს. მადლობა. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? აქციების თავიდან ასარიდებლად ძალადობის პრევენციისთვის თუ მანიფესტანტების დასაცავად არეკე ტელეფონის ნომერზე 231794 ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება. შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ. ეთერში ვარ ქალბატონო. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. იცით რას გეტყვით ქალბატონო თამა? კაცი, რომელიც თვითფრინავის ხმაზე გუბეში ხოხავდა და ღეწავდა იმას, რა ქვია, თავარსარდალი კაცი, რა ქვია, იმ ჰალსტუხს, ესეთი კაცისგან განაგასაკვირია, რომ ხალხის მასის ეშინოდეს, რასაკვირველია ეშინია და იმიტომ შემოიღეს ეს კანონი, მაგრამ მე მინდა ყველას გასაგონათ ვთქვა, რომ ქართულ სულს და გენს
ეს ნაბიჯურები ვერ ჩაკლავენ, ეს ერთი მუჭა ნაბიჯურები და ბიჭბუჭები. მადლობ ზარისთვის, ყველა მაყურებელს ვთხოვ, ეთიკის ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. 237-99 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა, რაც ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გამარჯობა, გისმენთ. დიახ. ეს იგი თუ აკრძალეს სამთავრობო შენობებთან თავშეყრა, მენიერის კვერები გააკეთეს იქ რიყეზე. შესაძლებელია თუ კი ფართო მასას ექნება სურვილი. აზრის გამოხატვის კვერებში და მშვენიერ ადგილებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აპირებს ხელისუფლება მიიღოს ეს კანონი? რა თქმა უნდა, აქციების თავიდან ეს არიდებლად ძალადობის პრევენციისთვის თუ მანიფესტანტების დასაცავად? არა, ეს შეზღუდვა აზრის გამოხატვის. მადლობ ზარისთვის. 237-99 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. რა ხალხია, მინაშვილი კაცია. ის ჩიორად მართლა ჩიტის სახელი შემაძულა, მაიმუნი ეგა. მაგათი კუბლაშვილი თავგასიებული კაცია. მაგათი შემოღებული კანონები იქნება ნორმალური საღი აზროვნების ადამიანებისთვის. არა უშავს ჩვენ მაინც შევიკრიბები. რატომ აპირებს ხელისუფლება ამ კანონის მიღებას? როგორ ფიქრობ? შიშარა ფორთხიალა პრეზიდენტი რო ყავს, იმიტომ. მადლობ ზარისთვის. 237-99 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, მოგესალმებით. გაამკაცრა, იმიტომ რომ 26 მაისის გაკვეთილი ეს ძალიან მწარე გაკვეთილი იყო მათთვის. არავინ არ თქვას რომ სახალხო კრება დამარცხდა, სახალხო კრება გაიმარჯვა. გამარჯვება ის კი არ არის მარტო რომ ოთახში შევარდე და ჩაიდალიო. გამარჯვება ის არის რომ მან დაანახა ხალხის ძალა კიდევ ერთხელ და დაანახა რომ ბურჯანაძე არიხევს უკან იბრძვის ბოლომდე და ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ერთხელ ანახა საქართველოს და მსოფლიოს რომ ის არის მართლა ლეგენდარული ქალი. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა დავდგეთ მის გვერდით და რვიანი რო იძახის რომ აი სახალხო კრებამ ის გამოიწვია, სახალხო კრებამ გამოიწვია ის რომ დღეს აიწია პოლიტიკურმა დუღილმა, ხო და ეს მომენტი ვერ გამოიყენა ჯერჯერობით რვიანმა. ნახოთ თუ გამოიყენებს. აქციების გამართვის შემთხვევაში თქვენ თუ შეუერთდებით მას? თუნდაც ამ კანონის მიღების შემდეგაც. თუ მიიღეს ეს კანონი, რა თქმა უნდა. მადლობ ზარისთვის, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. 93% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სურს კანონი მიიღოს. აქციების თავიდან ასარიდებლად 2% მიიჩნევს, რომ მანიფესტანტების დასაცავად, ასევე 2% მიიჩნევს, რომ ძალადობის პრევენციისთვის დაახლოებით 1%-ს კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. შეგახსენებთ, პარლამენტში შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც მანიფესტაციების ჩატარების პროცედურა საკმაოდ გართულებულია. როგორ ფიქრობთ, რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? აქციების თავიდან ასარიდებლად მანიფესტანტების დასაცავად თუ ძალადობის პრევენციისთვის? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-99 აქტიურად ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ინტერნეტ მისამართი. მაყურებელი ხაზზეა, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. დიახ. ის იმიტომ გაამკაცრა, რომ აქციები თავიდან აიციოს. მას ხალხს აქვს დიდი ძალა და მას ხალხის ეშინია. მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრათ, თუ შეიძლება თამარ, გუშინ პარლამენტში ესეთი ცინიკური დამოკიდებულება ხალხის მიმართ სახალხო დამცველი გამოვიდა და ღირსადაც არ ჩათვალეს, რომ მოესმინათ, რაზე ლაპარაკობდა, რომელსაც ხალხი ელოდებოდა, რომ სახალხო დამცველი გამოვა, უამრავი მსმენელი ყავს და რაღაცას იტყვის ხალხის საკეთილდღეოდ. ხო დაინახეთ, როგორი ცინიკური დამოკიდებულება. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ღმერთი ამათ ყველას სამაგიეროს გადაუხდეს. მადლობ ზარისთვის. 237-99 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. საინტერესოა, რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი, გამარჯობა, გისმენთ.
დიახ, რა თქმა უნდა, შიშის ფაქტორია არის მოგესალმებით. დიახ. ფაქტორია ეშინია. დიახ. და ამათგან ის არაფერი არ არის გასაკვირი კანონი რო შემოიღო ადამიანის ქუჩაში დახვრეტაც, მაგრამ ხალხი არ დაჩმორდება ბოდიში ამ სიტყვაზე. დიახ. და საჭიროა იქ დავძგებით და რა ყველაფერსაც გავაკეთებ. ამ შემთხვევაში თუ მოყვება დაკავებები აქციის გამართვის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში თუ ეს კანონიდან რა თქმა უნდა, მაგრამ არ შევშინდებით, რა ვიცი. მადლობ ძალისთვის 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებელი ხაზა, გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობა დგინეს. გამარჯობა. რა არის ეს ნიშნავს ამ კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გარეთ არ გამოვიდეს. აბა რას ქვია 20 მეტრი და 100 მეტრი. ესე იგი გამოდის ვიჯდეთ ფანჯრებში და ფანჯრიდან გადავძახოთ, რომ არ გვინდა ეს მდგომარეობა, ეს სიტუაცია არ გვინდა და დამონებულები ვარ და ხმის ამოღების უფლება არ აქვს. როგორ შეიძლება ესეთი კანონის მიღება? ეს კანონი კი არა, ეს არის დრაკონული გამოსვლა ხალხის წინაშე. დიახ. აესე. მადლობ ძალისთვის. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? აქციების თავიდან ასარიდებლად მანიფესტანტების დასაცავად თუ ძალადობის პრევენციისთვის. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, ჩვენი ტელეფონის ნომერია 2377994. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, 94% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრება აქციების თავიდან ასარიდებლად სურს. 2% მიიჩნევს, რომ მანიფესტანტების დასაცავად, ასევე 2% მიიჩნევს ძალადობის პრევენციისთვის დაახლოებით 1%-ს კი კითხვაზე სხვა პასუხი აქვთ. 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. დიახ. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. მოგესალმებით. ჯერეთი მინდა აღნიშნო ის, დიახ. რომ ნინო ბურჯანაძე 26 მაისს მის თანამდებობთან ერთად ზიანაცვალე ნონა გაფრინდაშვილ და ყველას ვინც იქ იდგა მის გვერდით. ეს ხალხი წმინდანები არიან. საქართველოს 21 საუკუნის წმინდანები არიან. ნინო ბურჯანაძესა და ნონა გაფრინდაშვილის და ყველა ის ვინც იყო სახალხო საბჭოს წევრების მეთაურობით. დიახ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ კითხვას. ეხლა შემოგეძლო, ეხლა მართალეთ აზრის დამთავრება. 26 მაისს მიხეილ სააკიანცის და მისი მთავრობისა და მისი თანამდგომი ოპოზიციონერი პოლიტიკანების მზე და კუბოში ჩაესვენა ერთ კუბოში ისინი ერთად პოზიციაც და ოპოზიცია. გთხოვთ იყოთ კორექტულები და გვიპასუხოთ კითხვაზე, რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? რა არის თქვენი ვერსია? ხალხსააკიან გამიგეთ ამ სომეხ პრეზიდენტ ამას ეშინია ქართველი ხალხის შეკრების, მაგრამ მოსახდენი მოხდება. მადლობ ზარისთვის. 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე და დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრება პირდაპირ ეთერში. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გამარჯობა. იზა, პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. ნუ ეხლა მშიშები რო არიან, ისეც პოზიცია გარკვეულია. დიახ. და რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ის ქონება რაც აქვს მოპარული ამ ქვეყნიდან იმას უფრთხილდებიან მაგენი, თორე მაგენი აქამდე გაიქცეოდნენ. მადლობ ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდზე. გამოკითხვა წერტილი G, ესტუმრეთ და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პასუხი, რომელსაც შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში გავახმიანებთ. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გენაცვალე. დიახ. მე მაგალითად მაქვს სხვა თვალსაზრისი. დიახ, გისმენთ. საქართველოს მოსახლეობა მაპატიეთ და ფეხებზე გიდია ჩვენ მთავრობას. ეს კანონები ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ დარბევის შემთხვევაში ევროპასა და ამერიკას უთხრეს, რომ მათ ზედმიწევნით, რომ იტყვიან 100 დაცვით შეასრულეს კანონი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამიზნული საგარეო მოხმარებისათვის. კიდევ მეორე ჩანს პოლიტიკიდან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ ფეხებზე კიდიათ და ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ევროპისა, რომ იტყვიან თვალში ნაცრის შესაყრელად. აი ესა ჩემი პასუხი, სამწუხაროდ არ აგაქვთ მან პასუხებში. აი ესე იგი კითხვებში ეს კითხვა არ აგაქვთ და ამიტომ მე მგონი მე გამონაკლისი ვარ რა ჯერჯერობით რა. დიახ.
მადლობთ ზარისთვის 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი იაქტიურად არეკეთ პირდაპირ ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში დიახ გამარჯობა გაიხაროს რვიანმა არჩევნებში ვერაფერი შეაცვლებინა და ეს კანონი ხოდაადგენია აგერ მაგათ აქციებში მონაწილეობა არ უნდათ მოეგო მგოსჯობია და გამწარებული ხალხის გვერდით დადგნენ ეს ერთი და მეორე მე მივცემდი ახალ იდეას ხელისუფლებას რომ მოსახლეობამ თავის კორპუსის წინ 10 მეტრის დაშორებით რო დაიწყოს აქცია რას უზაბენ იქაც დაარბევე საინტერესოა მადლობთ ზარისთვის 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ გისმენთ აი ეს რვიანი ინდის ნამუსდაკარგული ალასანია აი წინა გამომწვევს ვეთანხმები ჯობია მისი ხალხის გვერდში დადგეს თუ მიიღოს ხალხმა მადლობა უთხრას მაგ ნაძირალა მაგან ნაცესავი არა ვარ იმის რა ქვია სააკიანცის ნაცესავი არა ვარო ესენი ნაცესავები კი არა ნაცესავზე მეტიც არიან რა შეიძლება ჩვენ დღევანდელ კითხვას სატანასთან შეკრულები არიან სატანასთან შეკრულები ორივე ესენი რატომ სურს ხელისუფლებას გაამკაცროს აღნიშნული კანონი რატომ სურს ხელისუფლებას გაამკაცროს აღნიშნული კანონი როგორ ფიქრობთ ხელისუფლებას რომ მიწაზე მფორთ ხარ ხელისუფლებას ამ პრეზიდენტს ეშინია ხუთი კაცის შეგროვებისაც კი მადლობთ ზარისთვის რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს 94% მიიჩნევს რომ ხელისუფლებას კანონის გამკაცრება სურს აქციების თავიდან ასარიდებლად 2% მიიჩნევს რომ მანიფესტანტების დასაცავად დაახლოებით 2% მიიჩნევს რომ ძალადობის პრევენციისთვის ასევე დაახლოებით 83%-ს კითხვაზე სხვა პასუხი აქვს 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა მე ვეთანხმები იმ გამოსვლელს რომელსაც განსხვავებული წინადადება ჰქონდა დიახ გისმენთ რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეს ჭირდება იმისთვის რომ იმდენად ეშინია რომ 20 მეტრზე მიახლოებული ხალხისაც კი ზარიცემს ასე რომ მე ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრი მაქვს და თქვენი აზრი უფრო კონკრეტულად დაგვიფიქსიროთ ну რა თქმა უნდა შიში აქვს მანიფესტაციების ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი გამოიღვიძებს მე იმედი და ერთი რაღაცას მინდა გითხრათ ქალბატონი შემოვიდა და რვიანზე ესეთი აგრესიული ისაა და რატო ცდილობენ რვიანს შეაწმინონ ხელი ყველა უბედურებაზე მე არ მესმის ერთხელ და სამუდამოდ ქართველებმა ხომ უნდა დავფიქრდეთ რას ვაკეთებ და ისე გადავდგავთ ნაბიჯი 20 წელი მოვდივარ და ყველა ნაღმზე ფეხს ვაბრიჯებთ მადლობთ ზარისთვის რატომ გაამკაცრა ხელისუფლებამ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შემდეგი მაყურებელია ხაზზე გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ ეთერში ვარ დიახ ქალბატონო რა თქმა უნდა ვემხრობი პირველ მას რომ მანიფესტაციების აკრძალვისათვის იმიტომ რომ ეშინია ხალხის ძალა არის ყველაფრის გადამწყვეტი და ამ რვიანთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვა მინდოდა მე თქვა ნოემბრიდან მაისამდე რო იდგნენ და ერთი რაღაცას რო ვერ მიაღწიენ ნუ თუ ვერ უნდა მიხვდნენ იმას რომ მთავრობა სათინათ იგდებს ამ ოპოზიციას და დადგენ ხალხის გვერდით თუ შეიძლება ჩაგეკითხებით იმ შემთხვევაში თუ დაიწყო აქციები და იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა მიიღო ეს კანონი თქვენ გახვალთ აქციაზე აუცილებლად გავალ მე ყველა აქციას ვეწყები მე 23-26 წიგ ვიყავი მაგრამ მე ცუდად გავხდი და 10 წუთით ადრე წამოვედი იქ რაზე მივედით მე არ მივსულა იქ არც ბურჯანაძის გულისთვის არც მე მივედი იმისთვის რომ გამოცხადებული იყო რომ თუ თქვენ ხართ შეურაცხყოფილი თუ თქვენი უფლებები დარღვეულია და ღირსება გაქვთ აყრილი მოდით და გამოდითო მეც გავედი იმიტომ რომ მე მაგ ღირსება აყრილი და მაგათ რომ წინასწარ ეთქვათ ეს პრევენციულად იქ გადატრიალება ხდება იქ იმას აკეთებს იქ გრუზი შემოდის ის შემოდის მე იქ არ მივიდოდი მაშინ მადლობა ზარისთვის მადლობა 2377994 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გამარჯობა გისმენთ გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვარ ხო დიახ ერთი რაღაცა მინდა თქვა უბრალოდ არ პოზიცია ვარ არც ოპოზიცია უფრო
ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს რაღაცას ვიტყვი რა არის არც ნაპოლეონმა და არც ჰიტლერმა არაფერი არ წაიყო რა იქ ეგ მინდა ვთქვა მეტი არაფერი და ეხლანდელი ოპოზიცია კიდე ოპოზიცია საერთოდ არ არის რა შეეხება ჩვენს კითხვას როგორ ფიქრობთ რატომ სურს ხელისუფლებას გაამკაცროს შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი კერძოდ ბურჯანაძეს თუ რამის გაკეთების თავი ქონდა ხო იქ იყო და გაეკეთებინა რა რა შეეხება კანონში ცვლილებას თქვენს ასრს ამ შემთხვევაში ვერ დავფიქსირებ მე რო ვიყო ბატონი მიხეილის ადგილზე კი არ გავამკაცრებდი თავს არ გამოვაყოფინებდი საერთოდ სახლებიდან მაგათ მადლობა ზარისთვის ამ შემთხვევაში პასუხი თქვენგან ვერ მივიღეთ კონკრეტული რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს დაახლოებით 93% მიიჩნევს რომ ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრება სურს აქციების თავიდან ასარიდებლად დაახლოებით 2% მიიჩნევს რომ მანიფესტანტების დასაცავად 2% ძალადობის პრევენციისთვის დაახლოებით 1%-ს კი კითხვაზე სხვა პასუხი აქვს გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად აკიბრუნდებათ გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. გამარჯობა ბატონო ზაქარია, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პარლამენტში შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც მანიფესტაციების ჩატარების პროცედურები საკმაოდ გამკაცრდა. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მიიღო ეს ცვლილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად იმოქმედა 26 მაისის მოვლენებმა ამ გადაწყვეტილებაზე? კეთილი მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არაფერი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, უბრალოდ სურვილი აქვთ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რომ ეს სურვილი თავისი არსით ძალიან საშიშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხელისუფლების მორიგ სურვილზე, რომელიც სურვილი თუ იქცა ფორმალურად კანონად, ამ შემთხვევაში ფაქტიურად შეკრების და მანიფესტაციების ჩატარება აზრს კარგავს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უკვე ნებისმიერი საბაბით შეიძლება აქციების დაშლა. თქვენ იცით რა დისკუსია წარიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ 25 მაისის შემდეგ ქონდა თუ არა ხელისუფლებას სავალ გზაზე მყოფი მანიფესტანტების დარბევის უფლება, მე იქ გამოვაცხადე, რომ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონის 10 მუხლის თანახმად 3 დღის ვადაში უნდა შეეთავაზებიათ სხვა ადგილი, არ შეუთავაზებიათ, სწორედ ახლა იმ 10 მუხლში და კიდე რამოდენიმე მუხლში შეაქვს ცვლილებები იმისათვის, რომ მომავლისთვის შექმნან მათ შორის ფიზიკური ინფრასტრუქტურასთან ერთად სამართლებრივი ინფრასტრუქტურაც, რომელიც შეკრების და მანიფესტაციაში მონაწილე პირების უფლებებს მკვეთრად შეზღუდავს და ფაქტურად მხარდაჭერის ამ პროტესტის გამოხატვას ამ ფორმით ას დაუკარგავთ. თქვენ იცით, რომ შეკრება და მანიფესტაცია ეს არის მხარდამჭერი ან საპროტესტო მიზნით ჩატარებული მასობრივი გამოხატულება და თუ ვიმეორებ ყველა ბერკეტი სამართლებრივი მე შეზღუდული მექნა და ისევ აღდგება ის ნორმები, რა ნორმები საკუთრივ სამართლომ გააუქმა, ჩვენ ადგილი ექნება ვიმეორებ ჩვენი უფლებების მკვეთრ შეზღუდვას. მე დაუბრუნდები ჩემ კითხვას, როგორ ფიქრობთ, იმოქმედა თუ არა 26 მაისის მოვლენებმა ამ გადაწყვეტილებაზე? ამ სურვილზე, ხო, ამ გადაწყვეტილებაზე რა, ამ სურვილზე, ხელისუფლების სურვილზე, რომ დააკანონოს კიდევ უფრო გაამკაცროს შეკრების და უпростоრად შეზღუდოს შეკრებაში და მანიფესტაციაში მონაწილე პირთა უფლებები. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი გამოხატულება 26 მაისის მოვლენების მე დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები სხვადასხვანაირად ვეძახით, ზოგი ავტორიტეტს, ზოგი ნეობოლშევიკებს, ზოგი ტოტალიტარულ ხელისუფლებას, დღეიდან შეიძლება უწოდოთ რეაქციული ხელისუფლებაც. ანუ მათ მოახდინეს რეაქცია 26 მაისის აქციებზე და რეაქცია სწორედ იმაში გამოიხატება, რომ უნდათ კანონმდებლობა თავის თავზე მოერიგონ, კიდევ უფრო შეზღუდონ შეკრებაში და მანიფესტაციაში მონაწილე პირთა უფლებები, ამიტომაც სახეზე გვაქვს რეაქციული ხელისუფლების სურვილი, რომ ამ ნორმების გამკაცრებით ერთი მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოზე თქვა, რომ ეს რა არის, ეს არაფერი ხელისუფლება არ არის, ჩვენ ვართ მთავარი საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი დე-ფაქტო, ხოლო დანარჩენი ხალხი სულ არ გვაინტერესებს. ამიტომაც ეს სურვილი თავისი არსით არა მარტო უსამართლო, არამედ რეაქციულიც არის და მოიცავს ძალიან ბევრი საშიშროების მოტანას.
იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა ეს პროექტი და ეს კანონი თუ მიიღეს, როგორ ფიქრობთ, შეუშლის თუ არა ხელს აქციების გამართვას და ხალხი გამოვა თუ არა აქციებზე? სწორედაც რომ გრძნობენ, რომ 26 მაისის აქციების დარბევის მიუხედავად კი არის შიში საზოგადოებაში, მაგრამ 28 მაისმა დაანახა მათ, რომ პროტესტი გაგრძელდება და დაანახა ის, რომ ამ შემთხვევაში ქუჩის პროტესტის სახით გამოხატვას არ ერიდებიან უკვე სხვა პოლიტიკური ჯგუფები და იცით, რომ სხვა გაერთიანებებში მიდის დისკუსია იმასთან დაკავშირებით. ქუჩის საპროტესტო აქციები გამოყენებული იყოს თუ არა ინსტრუმენტად კანონიერი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საქმეში, უკვე ხვდებიან, რომ ეს გარდუალია პროტესტის გამოხატულება, მათ შორის მასობრივი შეკრების ან მასობრივი მანიფესტაციის მოწყობის სახით გარდაუვალია. ამიტომაც ქმნიან სამართლებრივ ინფრასტრუქტურას, როცა ამ უფლებებს კიდევ უფრო გვიზღუდავენ. და აქ არის კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი, რომელიც უკვე სამართლის ჩარჩოებს ცდება. თუ დააკვირდეთ შემოთავაზებული ცვლილებით, შეკრების და მანიფესტაციების დაშლის უფლება უნდათ რომ მისცენ მათ შორის საქართველოს მთავრობას. ანუ როგორც ჩანს კანონპროექტის ავტორებს უფრო უგულავას ფრთას წარმოადგენენ კანონპროექტის ინიციატორები, რომელსაც ცდილობენ ხვდებიან, რომ უგულავა როგორც მოსურნე სააკაშვილის შემდეგ პრეზიდენტად გახდომისა თუ პრემიერ-მინისტრად გახდომისა, მისი ავტორიტეტი სერიოზულად ილახება იმის გამო, რომ თბილისის მერიას უწევს გადაწყვეტილების მიღება, ფაქტობრივად გადაწყვეტილების გახმოვანებად, რომ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში de facto პრეზიდენტი იღებს, მეტი არავინ არ იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას. შესაბამისად, უგულავას არიდებენ ამ პასუხისმგებლობას და შემოყავთ საქართველოს მთავრობა, უავტორიტეტო, ურეპუტაციო საქართველოს მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა აქამდეც მიუღია უკანონო გადაწყვეტილება და მომავალშიც მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას. ხოლო მერიის ნაწილში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში უკვე თვითმმართველობის არა აღმასრულებელი ორგანო, როგორც ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში უახლოესი საქართველოს ისტორიისა, არამედ გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის ორგანო, სამადაშვილი, საკრებულო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ანუ აქაც ძალიან ნიშანდობლივი მომენტია, რომ ავტორები ეს როგორც ჩანს, ეს არის უგულავას დაჯგუფება, არ ვიცი, ბოკერიას დაჯგუფება და უგულავა დაჯგუფება, ერთი დაჯგუფება თუ არა, იცინი ცდილობენ აი ამ რეაქციული და ძალადობრივი აქციებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ააცილონ საქართველოს დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას თბილისის მერიის სახით და გადაიტანონ უავტორიტეტო ურეპუტაციო საქართველოს მთავრობაზე. გასაგებია, ცვლილებების პროექტში ბრუნდება ის ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის წინ დაახლოებით გააუქმა და რომელიც მთელ რიგ შენობებთან 20 მეტრის რადიუსით აქციის გამართვას კრძალავს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ის ინსტიტუტი, რომლის რეკომენდაციაც და რჩევაც თუ გადაწყვეტილებაც საკანონმდებლო ორგანომ არ უნდა გაითვალისწინოს? ნუ ჩვენი სამართლებრივი სისტემის მიხედვით საკონსტიტუციო სამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად აისახება კანონებში, აი თქვა რომელიმე კანონის რომელიმე ნორმა მიიჩნევა კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ამას აღარ ჭირდება პარლამენტში კენჭისყრა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ავტომატურად აისახება საქართველოს კანონებში და ასეც მოხდა საკონსტიტუციო სამართლოს აი ამ ცნობილი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მაგრამ თუ აღმასრულებელი ხელისუფლება სინამდვილეში de facto საქართველოს პრეზიდენტი აიძულებს საქართველოს პარლამენტს რომ ისევ აღადგინონ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში ეს ნორმები, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ მოიგონ დრო საკონსტიტუციო სამართლოს მორიგ გადაწყვეტილებამდე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ფორმალურად ამ ნორმების აღდგენა ნიშნავს იმას, რომ ისევ აკრძალული იქნება 20 მეტრის რადიუსში შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობა, ისევ მოუწევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება, ამ საკონსტიტუციო საჩივრით საკონსტიტუციო სამართლოს შესვლა, იქ რიგია პროცედურებია, რომელიც მინიმუმ წელიწად ნახევარი გაიწელება და ამასობაში ჩაივლის ერთი არჩევნები, ჩაივლის შეიძლება მეორე არჩევნებაც და საქმე მათი ეს შავი ბნელი საქმე მათი მხრიდან გაკეთება უკვე იქნება. ასე რომ მე ვფიქრობ აქ სწორედ ეს მიზანია, რომ ან გაეპარათ საკონსტიტუციო სამართლოს გადაწყვეტილება, ან გაასიგრძეგანეს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხის მომტანია და ცდილობენ პარლამენტს აიძულებენ პარლამენტს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებითაც ფაქტიურად კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს რეპუტაცია განულებული იქნება საზოგადოების თვალში და პირდაპირ გამოწვევა იქნება ეს ჩვენი ისეთ სუსტი სამართლებრივი სისტემისთვის.
გასაგებია. რაც შეეხება პროექტს, ცვლილებების პროექტს, ამასთან დაკავშირებით დღეს კომენტარები გააკეთეს პოლიტიკოსებმაც. მათი აზრით, აქ არის ისეთი ნორმები, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ არის დაკონკრეტებული და დაზუსტებული. თქვენ თუ გაეცანით ამ ცვლილებების პროექტს და თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომელ ნორმებს ეხება ეს? შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-10 მუხლში შეაქვს ცვლილება, მე როგორც გითხართ, ეს მე-10 მუხლი ეხება იმ პროცედურებს, რა პროცედურების დაცული უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მხრიდან გაფრთხილების მიღების შემდეგ, თქვენს დრო შეკრება და მანიფესტაცია ჩვენი სამართლებრივი სისტემით არ მოითხოვს სანქციას და ეს მე სულ ვამბობდი, რომ სანქციებას ნების დართვას არ ექვემდებარება. შეკრება და მანიფესტაცია, მაგრამ მოითხოვს გაფრთხილების გაკეთებას, ანუ გააფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, მე ამ ადგილას ამ დროს ვაპირებ აქციის ჩატარება და დღეს მოქმედი მე-10 მუხლით 3 დღის ვადაში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო იყო ვალდებული, რომ ეცნობებია მათთვის თუ თქვათ იმავე ადგილას ტრანსპორტის ან ფეხით მოცილთა მოძრაობა შეფერხდებოდა და ეს ხელს შეუშლიდა თქვათ საზოგადოებრივ ცხოვრებას, შეთავაზებია მათთვის ამ ადგილის შეცვლა. ხოლო 2 დღიანი ვადა იყო მერვე მუხლში ამ კანონში, როცა უარი შეიძლება ეთქვათ ამ ადგილას შეკრების და მანიფესტაციების ჩატარებისათვის, იმისათვის რომ უფრო ადრე უკვე იყო შემოტანილი განაცხადი იმავე ადგილას, იმავე დროს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე. მაგრამ მიხვდნენ რომ 2 დღიანი ვადა ნიშნავს იმას, რომ წინა დღით უნდა შეიტანონ განცხადება იმისათვის რომ ფორმალურად იმავე ადგილას და იმავე დროს აქტში ჩატარებაზე უარის თქმის უფლება წარმოეშვათ კანონის ძალით. ხოლო რა თქმა უნდა ამაჯობია 3 დღიანი ვადა, იმიტომ რომ 2 დღე იფიქრებენ იმავე დღეს და იმავე ადგილას ჩაატარონ თუ რა და რა უნდა უკანა რიცხვით შეიტანენ განაცხადს სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო თუ ისაპირებს მაგალითად სამხედრო აღლუმის ჩატარებას იმ ადგილას, სადაც თქვა ჩატარდა თქვა რუსთაველის პროსპექტზე რა. ასე რომ ეს ცვლილებები ემსახურება ისევ და ისევ იმ მიზანს, რაც მე ვთქვი, რომ მე-10 მუხლში 3 დღის ვადაში უნდა გაეფრთხილებიათ ეს ხალხი, არ გააფრთხილეს, აქედან გამომდინარე პარლამენტის წინ შეკრება და მანიფესტაციის ჩატარება 25 მაისს იყო სრულიად კანონიერი, ხოლო 25 მაისის 24 საათის შემდეგ მათ მაქსიმუმ შეეძლოთ მოეთხოვათ მანიფესტანტებისაგან სავალი გზიდან ტროტუარზე გადასვლა და არა დაერბიათ ან დაეპატიმრებიათ ეს ხალხი. ეხლა უნდა შექმნან ფორმალური სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ 3 დღის ვადაში მათ შორის იმ საფუძვლით შესთავაზონ სხვა ადგილი, რომ ვითომ აი უკვე 3 დღის წინ შემოტანილია განცხადება იმავე ადგილას, იმავე დროს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე. გასაგებია, ბატონო ზაქარია, ამ ცვლილებების პროექტში საუბარია ასევე გზის გადაკეტვაზე და წერია, რომ შესაძლებელია, ანუ გზის გადაკეტვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების შესაბამისი რაოდენობაა მიტინგზე. ამ შემთხვევაშიც ვინ დაითვლის ამ ადამიანებს და ვინ გადაწყვეტს, უნდა დაიშალოს თუ არა აქცია? ეს არის მე-11 პრიმა მუხლი, რომელიც მათ შორის აი ამ ხელისუფლების, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იქნა შეტანილი ამ კანონში შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ და მინდა გითხრათ, ძვირფას ტელემაყურებლებო, რომ შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონი მოქმედებს უკვე 20 წელიწადია და ყველაზე ბევრი ცვლილება შევიდა სწორედ ამ ბოლო მესამე დე-ფაქტო პრეზიდენტის მმართველობის დროს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს ამ ხელისუფლებას ნებისმიერი ხარდამჭერი ან საპროტესტო აქცია შეკრების სახით იქნება თუ მანიფესტაციის სახით აშფოთებს და ნერვიულად ვერ იტანს ამას. ეს შეტანილი იქნა შარშან, ესე იგი 9 აპრილის აქციების კვალდაკვალ, რატომ რომ მაშინ მიხვდნენ რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი თუ გადაკეტდა სავალ ნაწილს, ამით შესაძლებელი იქნებოდა პროტესტის მასობრივად გამოხატვა და ამ პროტესტის მუხტის შენარჩუნება. თქვენს რომ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიკავოთ სავალი ნაწილი, თუ ხართ მინიმუმ 30,000, ხოლო თუ 30,000 ნაკლები კაცი გამოვხვალთ, გადაბრძანდით ტროტუარზე. ხოლო ვინ ითვლის ამას? ამას ფორმალურად უნდა ითვლიდეს პოლიციელი, იმიტომ რომ მას აქვს უფლება მოუწოდოს მხარეებს, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. მაგრამ საქართველოს 20 წლიან ისტორიაში ვერც ერთმა შეკრების თუ მანიფესტაციის ორგანიზატორმა ვერ მიაღწია იმას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაესახელებია მათი მხრიდან პასუხისმგებელი პირი. ვინ იყო ის პასუხისმგებელი პირი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას შეკრების ან მანიფესტაციის უკანონოდ მიჩნევის თაობას. ეგეთი პირი არ არსებობს. ჩვენ 26
NIS-ის დარბევის წინ ვიხილეთ ერთი პიროვნება პინჯაკში ჩაცმული, რომელიც მივიდა და გააფრთხილა და ისმის საკითხი არის თუ არა ეს პიროვნება ადგილობრივი ხელისუფლების ხთან ის პასუხისმგებელი პირი, ვინც უნდა დაითვალოს ხალხი, მათ შორის მოუწოდოს კანონის მოთხოვნების დაცვა. რატომ რომ იდენტიფიკაცია არ აწყობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები არ არიან გადაწყვეტილის მიმღები, გადაწყვეტილის მიმღებია დე-ფაქტო პრეზიდენტი და სწორედ იმისაც რომ ეს პასუხისმგებლობა არ იდონ მას, არ გამოკვეთავენ ხოლმე პირს, თორემ მე ვიცი, რომ სახალხო კრება მაგალითად ითხოვდა პირის გამოკვეთას, ვინც იქნებოდა მონიტორინგზე ან დაკვირვებაზე პასუხისმგებელი პირი და არ გამოკვეთეს ეს პიროვნება, არ დაუსახელეს, რითაც ფაქტიურად პასუხისმგებლობა ინდივიდებს არიდეს. ანუ ამ შემთხვევაში უნდა დათვალოს თუ კანონში ეცვლილებები შევა და დაკანონდება, უკვე საკრებულოს დანიშნულმა წარმომადგენელმა ან გილაურის მიერ მთავრობიდან დანიშნულმა პირმა. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ გამოკითხვის პირდაპირ ეთერში ზაქარია ქუსნაშვილი საუბრობდა. რაც შეეხება სატელეფონო ზარებს, სულ მოხერხდა 18 სატელეფონო ზარის მიღება. აქედან 17 ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრება აქციების თავიდან ასარიდებულად სურს. რაც შეეხება ერთ ადამიანს ფიქრობს, რომ ეს არის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, დაახლოებით 93% მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არის აქციების თავიდან არიდება, 2% მიიჩნევს, რომ მანიფესტაციების დაცვა, 1% ძალადობის პრევენცია, დაახლოებით 1%-ს კი კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. გამოკითხვა ხვალამდე გემშვიდობებად.